მოგესალმებით მეგობრებო და ისევ დავიწყდი FC Mobile-ით. თუ რაღაც გუშინ გადავიღე ბოლო ვიდეო და დღეისთვის კიდევ გვაქვს ბევრი ახალი ფეხბურთელის ქარტი, რომელიც გუშინ ავიღე და დღესაც ერთი დავიმატე. ხო, შევიძინე უბრალოდ. როგორც ხედავთ, გუნდის ოვერი აიწია 115 ოვერზე და მომიწია ფორმაციის შეცვლა. გავყიდე კაზორლა, რომელიც ფასმაც გაცვლა გამოსვლის გამო აიწია. და კიდევ აიწევდა, მაგრამ მოსდა აღარ შემეძლო, რადგან ჩემი გუნდი უკვე ისე კარგი ვეღარ იყო მენეჯერის რეჟიმში, რომ მაღალ დივიზიონში ავსულიყავი, ამიტომ რაღაც სხვა უნდა მეცადა და ChatGPT-სთან საუბრის შემდეგ არ იფიქრეთ, რომ ახლა ყველაფერს ChatGPT-ს გამოვაკეთებ. უბრალოდ ChatGPT-ს დიდი ხანია რაღაცებს ამათზე ვეკითხები ხოლმე. Კითხე თუ როგორი იყო ეს ფორმაცია, რადგან ნახე მშვენიერი ქარტი, რომელიც არის კამბიას სტატებში. ახლა ვიგაჩვენებთ, ეს არის მისი სტატები 126 ფეისი, 104 შუტინგი, 128 პასინგი, 117 დრიბლინგი, 164 დიფენდინგი და 156 ფიზიკალი. მშვენიერი ქარტია, მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო გავაძლიერებ და შემდეგ უფრო ძვირიც გახდება და თუ რამე გაყიდვა მომიხდა, უფრო კარგი იქნება. მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ რაც ესაუბრე ChatGPT-ს, ვიცოდი, რომ კინი მაის ვიდეო და მაღლა. მაგრამ ძალიან წინ მირბის კინი, როდესაც შეტევაში ჩემი გუნდი, მაგალითად, როდესაც მქონდა წინა ფორმაცია, ერთადერთი ჯამშელი იყო და წესი დაბლა უნდა დარჩენილიყო, ორი ცენტრალური ნახევარმცველს კი უნდა ეფიქრე, რომ პასი მიეწვდიათ მათთვის, შემტევებისთვის, ანდაც თვითონ ან შორიდან დაიწყოთ, ან დაედრიბლათ, მაგრამ კინი ასე არ იცეოდა და ხშირად გოლსაც იტანდა. მენეჯერის რეჟიმში ასე იყო, თქვენ იცით. ალბათ წინა ვიდეოები, ვისაც გაქვთ ნაყურები. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ისეთი ამეღო, ისეთი ნახევარმცველი ჩამშლელი, რომელიც წინ პასებს გაგზავნიდა და ასევე შეეძლებოდა, რომ დაბლა დარჩეს, ანუ მოედნაში ღრმად დაცვასთან ახლოს დარჩეს, რომ კონტრშეტევები არ გაეპაროს და დაეხმაროს დაცვას. რადგან როცა ვიცი, რომ ზამბროტა ძალიან აქტიურად მიდის წინ, ჭირდება ასეთი დაცვითი ნახევარმცველი. ან თუნდაც კამბიასოთი წავიდეთ წინ, მინდოდა რომ ორივე ერთი და იგივე ყოფილიყო, კინის და კამბიასის, თორემ კიდევ ერთი ქარდი იყო ჩემს გონებაში, მოიცადეთ. გავშერებთ ახლა იმ ქარტს, რომლის ყიდვაც მინდოდა. აი, ხედავთ ალბათ, მასჩერანო, რომელიც არის დაცვითი უფრო მეტად, ვიდრე შეტევითი. და ეს ქარტი უკვე ვიცოდი, რომ დაცვაში ძალიან ჩაჟდებოდა. ლონგ პასერიც აქვს და ფიზიკაც კარგი აქვს, მაგრამ ახლა შევადაროთ კამბიასს. ფიზიკა უკეთესი ქონდა კამბიასს, ისევე როგორც დრიბლინგი. და ამჯერად უკვე დიფენდინგს იმდენად აღარ დაუწეყურება. ანუ უეჭველი უნდა დააკვირდეთ ძლიერი და სუსტი ფეხის შეფარდებას, რომელიც არის ამ შემთხვევაში 4-5-თან. და 4-5-თან ნიშნავს იმას, რომ თავისი სუსტი ფეხითაც კარგად შეუძლია, რომ გააკეთოს პასი, დაარტყას, არამე ასეთი. მაგალითად, ძლიერი ფეხი კამბიასოსთვის არის მარცხენა. და ისიც ძალიან მომეწონა კამბიასოში. როგორც ხედავთ, მასშერაც აქვს მარჯვენა და ეს შეფარდებაც აქვს 3-5-თან და ამიტომაც ეს ქარტი არ მომეწონა. რახან მარცხენა ფეხი აქვს და კის აქვს მარჯვენა ფეხი ძლიერი, ეს ნიშნავს იმას, რომ კინის და კამბიასოს კარგი დუეტი უნდა გამოუვიდეთ. ჩამშლელების კარგი დუეტი უნდა გამოვიდეს, რადგან ერთი მემარცხენია, ერთი მემარჯვენე. ისევე როგორც ფულბეკების შემთხვევაშია ხოლმე, ფიზიკა კარგი ჰქონდა უფრო, შედარებით უფრო მაღალიც იყო. კი, მაღალია უფრო, ფიზიკაც უკეთესი აქვს და ასევე სტამინაც უკეთესი აქვს. ამიტომაც დაცვას იმდენად დაცვით ფუნქციებს იმდენად ყურადღება არ მივაქციე, ამას ხოლმე 120 დაცვა აქვს. და იმას ჰქონდა 127. პასინგით და დრიბლინგით, ფეისი არა. პასინგით, დრიბლინგით და შუტინგით უკეთესი ჰქონდა კამბიასოს.
ასევე უფრო მაღალიც იყო, სტამინაც უკეთესი ჰქონდა და ძლიერი და სუსტი ფეხის შეფარდებაც უკეთესი ჰქონდა და მემარცხენე იყო. ფიზიკაც ამავდროულად უკეთესი ჰქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ამეღო კამბიასო თან უფრო იაფიც იყო დღესთვის გაძვირებული. კიდევ კარგი გუში მოვასწარი ყიდვა. ხო, თან ამ კარდისთვის ყოველთვის არის მოთხოვნა და რამე გაყიდვა არ გამიჭირდება. ხო, კიდევ რა შეიძლება იყო გუნდში. მოკლედ, ახლა თქვენთან დავწესო ამ ფორმაციასაც. იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი ეს როგორი ფორმაციაა და რა ხდება მენეჯერის რეჟიმში ამ დროს, თორემ როდესაც ჰიტ-თუ-ჰიტში ხარ, შენ თვითონ აკონტროლებ რა უნდა მოხდეს. ასევე როგორც ვიცი, ეს კარგი ფორმაცია არ არის მთლად ვერსას ატაკისთვის, მაგრამ მე მაინც გონია რომ კარგია. კიდევ ერთი ცვლილება არის ჯუნტერი 109-ოვერიანი, მხოლოდ სამჯერ დავრანკე. და ყველაზე მეტად ამ ქართში მომეწონა ფიზიკა, რადგან ძირითადი სტატი ფიზიკის ჰქონდა 134. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქარდი ფიზიკურ ორთაბრძოლებს ძალიან ადვილად მოიგებს. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. თან მაღალიც არის საკმაოდ 184 სანტიმეტრია, ცუდი არ არის, ფეისიც კარგი აქვს. რაც შეტევაში არ წავა ეს ქარდი, რაც ეგეთი ძალიან მიხარია, რადგან უფრო მეტად როდესაც ვუტევდი, გუტი იქვე იყო ყოველთვის, გუტი ძალიან წინ მიდიოდა, ასევე კინიც უკან მოსდევდა და კაზორლაც იქ იყო. ამიტომაც ჰიტ-თუ-ჰიტში არ ვთამაშობდი ამ ბოლო დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჰიტ-თუ-ჰიტში ასეთ დროს შეიძლება რომ ძალიან ადვილად გაგეპაროს კონტრშეტევა რამე ეგეთი. ამიტომაც ეს ფორმაცია ჩემი აზრით ჩემს გუნდს უნდა დაეხმაროს. თან არა ყავს და ამიტომაც წინ შეტევაში სისუსტეს არ ვიჩენთ, გარინჩე ყავს და რაითი ასევე რაით შენგაც შეუძლია დაფინიშება, ასევე დრიბლინგი საჯარიმოში და ასე შემდეგ. დაცვაც უკვე უფრო გაძლიერდა ლორენტესზე უკეთესი ყველაფერი აქვს უკვე ზამბროტას. ასევე ბრუნმი და დივინტერი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ასევე სისტაფეც კარგი აქვთ. ასე თუ ისე 124 დივინტეს ფეისი და მას აქვს 118 აღარ მინდა მიტყვა. ჯუნტერიც როგორც იცით დაცვაში ძალიან კაია, ასევე შეტევაში ძალიან კარგად წავა ჩემი აზრით. არ გამიტესტავს არც ჯუნტერის ქარდი, არც კამბიასოსი და არც თვითონ ეს ფორმაცია. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ უკვე ლაპარაკში და საუბარში. ამიტომ მოდი უკვე გადავიდეთ აივანჟერ აივალებში და მენეჯერ მოუდში. ხო, ნუ ამაზე მაღალზე, იმიტომ არ ვარ, რომ ჩემი გუნდი ცუდად გამოიყურებოდა ამ ბოლო დროს და ძალიან არ მომწონდა ეს ყველაფერი. ხო. წესით კამბიასოს რო გავაძლიერებ და ნახევარდაცვის სტატი უნდა აეწიოს 115-მდე. მე ასე ვფიქრობ. Although it's great to be with you, and I don't think anybody is going to complain, especially about the weather. I'm Derek Ray on the commentary gantry. ხო და რას ვამბობდი? ჩემი აზრით უნდა აიწიოს ნახევარდაცვის სტატი და ასევე შეტევის სტატიც უნდა აიწიოს, როდესაც რაითს გავაძლიერებ და ეგ ძალიან მიხარია, მაგრამ დაცვის სტატი არ მიწევა მაღლა. დაცვას უნდა გაძლიერება უფრო მეტად ახლა. მაგრამ დაცვას უკვე გავაძლიერე და წესით რომ დავრანკავ, შემდეგ უნდა აიწიოს. აბა ვნახოთ როგორი იქნება. აი როგორც ხედავთ, კინი, გუტიც წინ მიდის და კინიც. უბრალოდ კამბიასო რჩება დაბლა და ასხოს აქეთ მარცხენა მხარეს გუნტერს. ეს ძალიან მომწონს, ასეც მქონდა მე დაგეგმილი წესით, ასე უნდა ყოფილიყო, როგორც მე ვიცოდი. აი ნახეთ, კამბიასო ეხმარება ძალიან დაცვას, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია ჩვენ წინააღმდეგ. ძალიანაც არა არის, მაგრამ აი აქ რაითი გაიქცა. ეს გოლია. რა ბიჭო? შეცვლაზე ხო მყავს მიულერი. ყავს კიდე კაი. დაცვა ისეთი არეული არ არის, იმიტომ რომ მეტოქეს ბურთის შენარჩუნების არ ვაძლევთ ბურთის შენარჩუნების დროს და ადგილს. კამბიასო კარგია, ჯერჯერობით პოზიციურად კარგად დგას, როგორც მოველოდი ისია ზუსტად. გუტი უფრო შედარებით ძალიან აქტიურად მიდის შეტევაში. დაცვა ასეთი არეული რატო ორგანაიზ ხომ აქ მიცემული, მოიცეთ დაცვის სტატი შევხედოთ. გაგვიტანეს.
წესი დაცვით უფრო გავაძლიერე ეს გუნდი, ჩემი გუნდი და ცველები მაინც არ არიან ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ. კინი. რაღაცა აკლია, შეიძლება ჩემს ტაქტიკებში არა მეცუდი, აი კამბიასო აქ წავიდა, მაგრამ კამბიასო წინ რომ მიდის არაფერი არ გამოუვა. ამიტომაც ახლა გამორჩა სივრცე და დემბელე გამორბის და გაიტანს გოლს. მენტალიტეტი აქვს შეტევაზე. ამიტომაც მე კინიც გარბის და ეს ხდება შემდეგ. მენტალიტეტი შეუცვალოთ და ასე ვნახოთ რა მოხდება. იმიტომ რომ უკვე თუ რამე შემდეგ კონტროლზე გადავიყვან ალბათ. აქ გაიქცა გულთი დემბელეს. კამბიასო. გუტი. ნახოთ რას მოიფიქრებს გუტი. რაიც გაუკეთა პასი. მეტოქის დაცვა კარგად დგას ძალიან. არ ვიცი შემდაცვაში რა არის ცუდი. არა და შესინი მაიღო. ხო. ასეთი კარგი ფორმაციაც არ გამოდგა ეს ჩვენი 4-3-3 დაცვითი ფორმაცია. მაგრამ არ ვიცი რა უნდა ვქნა. ეს ძალიან კაი არჩევანი იყო ჩემი აზრით. ასეთ კარტს ვერ დავიმატებდი იმ ფასაც სხვას და არა, მეგობრებო, რაღაცა ისეთი ძლიერი გუნდიც არ არის, რომ ასეთი გოლები გაგვიტანოს და ასე ადვილად. რაღაცა ჩემს ტაქტიკებში არის შესაძლებელი უეჭველი. როდესაც მიყენია მოკლე პასები, მივხვდი. როდესაც მოკლე პასები მიყენია, პასების სიგრძე ძალიან მოკლე. ნახევარმცველებს უწევთ ძალიან წინ წასვლა, რომ მოკლე პასი გააკეთო. პასების დისტანციას რომ ბოლომდე გაუზარდო. ნახოთ ასე რა მოხდება. წესით ნახევარმცველები უნდა დარჩენ უკან და იქიდან უნდა ჩააწოდონ ბურთი. შემტევებს. არ ვიცი, მაგრამ ამ თამაშიების გატესტვა დიდად აღარ მოხდება, იმიტომ რომ სტამინა უკვე გალეული აქვს ფეხბურთელებს ჩემსას. ჩემს შეტევაზე არ არის საქმე, იმიტომ რომ ჩემი შეტევა ძალიან კაია ჩემი აზრით და ფიქრობ, რომ ძალიან კარგია შეტევა ჩემი და ვერ ხვდები რა არის არასწორი რა გავაკეთე ტაქტიკებში, რადგან ChatGPT-თან ვესაუბრე. ზუსტად ისე ხდება, როგორც თქვით. როგორც მეგონა, მეც ასე მეგონა, კამბიასო უფრო უკან რჩება, კინი ცოტა წინ მიდის ცენტრთან ახლოს და გუტი არის აი აქეთ კამბიასო. უდგას კვარაცხელიას. ჩააწოდა კვარა და დონარუმა. ხო, ასე ვფიქრობდი, კამბიასო უფრო დაცვაზე ორიენტირებული გამოდის ნახევარმცველი, აწვის პასს კინს, შემდეგ კინი აწვის გუტის, ასე იყო ადრე. გუტი კინს აწვის, შემდეგ კინი თუ გადის ერთ-ერთზე დაარტყოს გაიტანს, ან რაღაცა ფინტს გააკეთებს დაარტყოს გაიტანს, ან მიჩნევს პასს ვინმეს, კვარას მაგალითად იფინტავებს, კვარაცხელიას ჩააწოდებს და გაიტანს რაითი. ან მაშინ, როდესაც იყო გერდ მიულერი. ხო, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ კმაყოფილი მთლიანად ჩემი გუნდით. არ ვიცი, რატომ ვერ ვიგებ ასეთი გუნდების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ტაქტიკები აქვს შესანიშნავი და კიდევ არის ცვლილებები ჩემს გუნდში საჭირო. თუ საჭირო გახდება, კამბიასოს გავყიდი აუცილებლად. უბრალოდ საკომისიო სახი წაიღებს რომ გავყიდო 140 და რაღაცა მილიონი. იმიტომ რომ 10% იღებს და 1,200,000,000-ად გავყიდი დაახლოებით და წაიღებს 140 მილიონს.
ეს ძალიან დიდი თანხა. ჩემთვის პირადად დიდი თანხაა და ამისთვის შემიძლია მაგალითად ერთი რომელიმე პაკი გავხსნა და იქიდან შეიძლება დავაგდო 111 ვერიანი და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ყველა ერთი ქოინის კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ამიტომაც ამ თანხით დაკარგვა არ მინდა და მინდა რომ კამბიას რამე მოუხერხო და გუნდში იყოს მაინც. იმიტომ რომ კარგი ქარდია მე და სხვაებიც რომ ტესტავდნენ ნახე ვიდეოები და ნახე რომ ეს ქარდი კარგია. ნუ როდესაც არის 4-3-3 ჰოლდინგ ფორმაცია და ერთი ჯამშლელით. იქ კარგია და აქ კარგი რატომ უნდა იყოს, როდესაც კინიც კარგია. და კამბიასოც 100 ოვერზე არიან ორივე. და წესით კარგად უნდა ითამაშობდნენ. მაგრამ ჩემ ტაქტიკებშია რაღაცა ცუდად და ამ ფორმაციისთვის შეუსაბამოა. ახლა გავაანალიზე ეგ რომ ფორმაცია შევცვალე და ამ ფორმაციაზე იგივე ტაქტიკები ვერ იქნება სწორი. ხო, ახლა გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.